დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა მაგისტრატურის კურს დამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია. თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურაზე სწავლის შესაძლებლობა აქვს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, სამოქალაქო პირებს, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და სამოქალაქო პირებს. დღევანდელი დღე აღსანიშნავია იმ ფაქტით, რომ პირველად თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურა დაამთავრა 4 სამოქალაქო პირმა. წელს პირველად მოგვეცა სამოქალაქო პირებს შესაძლებლობა რომ გვესწავლა აღნიშნულ კურსზე და ვფიქრობ რომ არის ძალიან კარგი გამოცდილება როგორც სამოქალაქო პირებისთვის ისე უშუალოდ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის, იმიტომ რომ აკადემიის ხელშეწყობა ეს უწყვეტი და ძალიან საინტერესო განათლება რომელიც სამოქალაქო და არა მარტო სამოქალაქო, ასევე სხვა პირებსაც მოგცემ შესაძლებლობას რომ მომავალში გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა მემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ საქართველოს და ვურჩევ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის სამოქალაქო პირებს, რომ არ გამოტავნეს შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში. ჩვენ გავიარეთ მაგისტრატურის კურსი, რომელიც იყო სავსე გამოწვევებით, თუმცა ამავდროულად დიდი მხარდაჭერის ფონზე ჩვენ შევძელით ყველა გამოწვევის გადალახვა. ჩვენ ვსწავლობდით სხვადასხვა საგნებს უსაფრთხოების სფეროდან და მსმენელები ძირითადად ვიყავით სამხედრო მოსამსახურეები და უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული საჯარო მოხელეები. ულოცავ მათ წარმატებით დასრულებას.